2024 წელი TUZ Motors-ისთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა და როგორც ბიზნესმენი ავტომობილების მომსახურების სფეროში გამორჩეული ბრენდის ოქროს ბრენდზე უნდა მოგიყვეთ. კომპანია Golden ბრენდის ნომინაციაში სახელწოდებით ავტოსერვისი და პროდუქტები დინამიურად განვითარებადი ბრენდი ნომერ პირველი ოქროს ბრენდი გახდა. ეს აღიარება შემთხვევითი არ ყოფილა TUZ Motors-მა წარმატებას უწყვეტი განვითარებით ხარისხზე ორიენტირებული სერვისით და ასევე კლიენტთან მჭიდრო პარტნიორობით მიაღწია. დღეს TUZ Motors-ი წარმოადგენს არა მხოლოდ ავტომობილების მომსახურების სფეროში გამორჩეულ მოთამაშეს, არამედ ერთ-ერთ იმ ბრენდს, რომელმაც ადგილობრივ ბაზარზე სტაბილურად დაიმკვიდრა პოზიცია. ჩვენმა საქმიანმა მაყურებლებმა იცით, რომ Golden ბრენდის პროექტი 2006 წლიდან იმართება და მასში მონაწილეობას იღებენ წამყვანი ქართული და საერთაშორისო კომპანიები. როგორი არის კომპანიის გეგმები და განვითარების გზა ოქროს ბრენდის ფლობის შემდეგ? ამას უკვე სტუმრებისგან მოვისმენთ. საქმე დილა სტუდიაში არიან ჩვენთან ერთად ირაკლი ბოჭორიშვილი, TUZ Motors-ის გენერალური დირექტორი და ასევე საბა ტუზურიძე, TUZ Motors-ის თანამფლობელი და სტრატეგიული პარტნიორი. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა და მოგესალმებით. მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა თქვენ. გილოცავთ პირველ რიგში ამ არაჩვეულებრივ ჯილდოს და წარმატებებს გისურვებთ. ირაკლი თქვენთან და მე საბასთანაც პრინციპში ანალოგიური კითხვითაც. საუბარია მოდი დავიწყოთ თავად ჯილდოს მიღებით. რა წინაპირობები იყო ამასთან დაკავშირებით, რა ტიპის კონკურსი, რაში გამოარჩია ჟიური TUZ Motors-ი და რა დამსახურებისთვის გამოირჩა ის 2025 წელს. კი ბატონო, აი აღინიშნა ანონშიც, რომ TUZ Motors-მა წლევანდელი ოქროს ბრენდის დაჯილდოებაზე მიიღო ჯილდოთ, ესე ვთქვათ, ნომინაციაში დინამიურად განვითარებული ბრენდი. როგორც მოგიხსენებათ, ეს სანამ სტატუსს მიიღებს, ტარდება გარკვეული გამოკითხვები სხვადასხვა საექსპერტო წრეებში. ამ გამოკითხვებით, ამ მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის მიხედვით, ზუსტად შეირჩა TUZ Motors-ი აი ნომინაციაში, გადმოგვეცა ეს ჯილდო, რითაც რა თქმა უნდა ძალიან მადლობელი ვართ. ეს არის ძალიან დიდი სტიმული ჩვენი კომპანიისთვის და რას ნიშნავს ეს აღიარება TUZ Motors-ისთვის? ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანია სწორი მიმართულებით ვითარდება. ჩვენთვის ეს ნიშნავს იმას, რომ ქართულ საზოგადოებაში საკმაოდ ბევრი არის TUZ Motors-ის სერვისებით კმაყოფილი მომხმარებელი, რაც ჩვენთვის არის ძალიან დიდი დამატებით სტიმული იმისათვის, რომ გაორმაგებული ენერგიით, გაორმაგებული შრომით წავიდეთ უკვე ჩვენი მომავალი მიზნებისკენ და მომავალი წარმატებებისკენ. სხვათა შორის მინდა აღნიშნო, რომ TUZ Motors-მა საკმაოდ მოკლე პერიოდში შეძლო მიაღწია იმას, რომ გამختارიყო მომხმარებელთათვის საკმაოდ ცნობადი, სანდო და საიმედო და საყვარელი ბრენდი. მე მინდა რა თქმა უნდა ძალიან დიდი μადლობა გადაუხადო Golden ბრენდის ბრენდის ორგანიზატორებს ამ შესაძლებლობისთვის, ამ აღიარებისთვის. რა თქმა უნდა, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ჩვენი კომპანიის დამფუძნებელს, ახალგაზრდა ბიზნესმენს, ბატონ მალხაზ ტუზურიძეს და ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, რადგან მათი ყოველდღიური დაუღალავი შრომის გარეშე არანაირი წარმატება და არანაირი აღიარება რა თქმა უნდა არ იქნებოდა. კი ბატონო. ბატონი მალხაზი ჯერ ვერა, მაგრამ საბა აქ არის უკვე. დილამშვიდობისა და მადლობა მობრძანებისთვის. მივესალმები მაყურებელს. პირველ რიგში მინდა წარმატება უსურვო ყველა გამარჯვებულ ბიზნესს, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიტულის გამარჯვება და უსურვებ ყველას ბევრ და ბევრ წარმატებას. ასევე მინდა ვისაუბრო ჩვენს გუნდზე, სწორედ მათი დამსახურებაა ნამდვილად ეს წარმატება, მათი დაუღალავი შრომის შედეგია და ჩვენი ერთობლივი შრომის შედეგია ამ ტიტულის ქონა. ასევე მინდა მადლობა გადაუხადო ჩვენს ერთგულ მომხმარებელს, მადლობას ვუხდი ნდობისათვის და ამ ერთგულებისთვის. და ეს ტიტული დინამიურად განვითარებადი ბრენდის ქონა ჩვენ კომპანიისთვის ნიშნავს იმას, რომ სწორ გზაზე ვართ ნამდვილად და არ უნდა გავჩერდეთ და ბევრი წარმატება გველის წინ. და ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი არის და წინ TUZ Motors-გან ბევრ კარგ სიახლეებს უნდა ველოდოთ. და ეს გუნდთან ერთად გაწერილი გეგმის ნაწილია, ხო? რა თქმა უნდა. დიახ. კი ბატონო. მადლობა. ირაკლი, რა შეგვიძლია ვთქვათ იმ გეგმებთან დაკავშირებით? თქვენი ბოლო სტუმრობისას მახსოვს, შედარებით დეტალური პრეზენტაცია იყო ჩვენთან, მათ შორის რამდენიმე ბრენდისა, ფრანჩაიზისა, რომელზეც კომპანია TUZ Motors-ი
უკვე ხელმოწერილი ქონდა და ასევე მუშაობდით და ვიცი რომ კიდევ ბევრთან გაქვთ მოლაპარაკების პროცესი გუნდის წარმომადგენლებს. დღეს რა სტატუს quo არის და ცირედით გეგმებზეც თუ დაგვიმატებთ თქვენ და ბატონი საბა გაგვიხარდება. რა თქმა უნდა. პირველ რიგში მინდა დავიწყო ესეთ მოკლე მიმოხილვა მაყურებლისთვის, რა თქმა უნდა ჩვენმა ერთგულმა მომხმარებელმა ძალიან კარგად იცის, მაგრამ ფართო საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ TUZ Motors ეს არის ჰოლდინგური კომპანია, რომელიც აერთიანებს კიდევ რამოდენიმე კომპანიას და ეს კომპანიები მუშაობენ სხვადასხვა მიმართულებით. ეს არის იმპორტი, მოგეხსენებათ ჩვენ ვახორციელებთ იმპორტს როგორც ევროპის ასე აზიის რამოდენიმე ქვეყნიდან, გვაქვს ვართ ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში რამდენიმე ცნობილი ბრენდის, რაზეც ჩვენ წინა შეხვედრებზე ქონდა პრეზენტაცია და ამაზე ვისაუბრეთ. ასევე ეს არის ადგილობრივი რეალიზაციის მიმართულება, ეს არის სერვისის მიმართულება კომპანიაში და ყველა ეს მიმართულება და ყველა ეს კომპანია თანამშრომლობს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ კორპორაციულ კლიენტებთან. ეს აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ. ასევე ეხლა მოგიყვებით ჩვენი პატარა სიახლეების შესახებ, მომავალი გეგმების შესახებ, რა თქმა უნდა, გამომდინარე მოთხოვნიდან გამომდინარე დიდი დიღმის სერვის ცენტრში დაემატა კიდევ ახალი სივრცე სერვისის სულ რამოდენიმე თქვენ სივრცეზეა საუბარი იქვე? კი ბატონო, იქვე დაემატა. იქვე დაემატა დამატებითი სივრცე, რომელსაც შეუძლია ერთდროულად მოემსახუროს 12 ავტომობილს და დღის მდგომარეობით უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიდი დიღმის სერვის ცენტრი მთლიანობაში 50-მდე ავტომობილს ემსახურება ერთდროულად. და ეს საკმაოდ ამბიტომი მაჩვენებელია, ჩვენ კიდევ გვაქვს ამ მიმართულებით გარკვეული გეგმები გაფართოებასთან დაკავშირებით, რომელიც დაახლოებით წლის ბოლოსთვის იქნება და ამას ფართო საზოგადოება აუცილებლად შეიტყობს, მათ შორის თქვენი ეთერის საშუალებით. ჩვენ საქართველოს მასშტაბით გვაქვს 5 ფილიალი, ეს ჩვენ მომხმარებელმა ძალიან კარგად იცის. მათ შორის 4 არის თბილისში და ერთი ყველაზე ახალგაზრდა ფილიალი გვაქვს ქუთაისში. მე მოვიკითხავ აქედან ქუთათურებს და მინდა დიდი წარმატება უსურვო. როგორ დაიქოქა ფილიალი ირაკლი ქუთაისში? ნორმალურად. ძალიან კარგი. საკმაოდ წარმატებით და მინდა კიდევ მეტ წარმატება უსურვო ჩვენს ყველაზე ახალგაზრდა ფილიალს. კი ბატონო. რაც შეეხება ასევე სხვა მინდა ვისაუბრო იმაზე, რომ აქტიურად მუშაობთ თითქმის ყოველდღიურად სხვადასხვა ციფრული პროდუქტების განვითარებაზე, რომ ბევრად მარტივი იყოს ჩვენი მომხმარებლისთვის TUZ Motors-თან ურთიერთობა ყოველდღიურ რეჟიმში. ანუ წლის განმავლობაში ბევრ სიახლეებს კიდევ გვეტყვით. კი, აუცილებლად გვექნება, მით უმეტეს უკვე ესეთი სტიმული გვაქვს სახეზე, გავხდით ნომერ პირველი ოქროს ბრენდი და ეს არანაირ საფუძველს არ გვაძლევს, რომ გავჩერდეთ. პირიქით ვფიქრობთ უფრო მეტად განვითარებაზე, ბევრ სიახლეზე, რომელიც დაინერგება მუშაობის პროცესში და ამას ყველაფერს, რა თქმა უნდა, აუცილებლად მოგაზრდით ინფორმაციის სახით თქვენს და ჩვენს ერთგულ მომხმარებელს. კარგი, ქუთაისის გუნდისგან და მე საბა ტუზურიძის ნათქვამს შეუერთებ ჩემს სიტყვასაც და TUZ Motors-ის მთელ გუნდს მოვიკითხავ და ულოცავ, გამორჩეული არის, როცა ყველაზე დინამიურად განვითარებად კომპანიად გამოგარჩევენ და ნოდროულად ეს დიდი პასუხისმგებლობაც არის, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ეს კომპანია და მისი გუნდი აწევს. წარმატებებს გისურვებთ. მადლობა დიდი მობრძანებისთვის და წარმატებები ირაკლი ბოჭორიშვილი, TUZ Motors-ის გენერალური დირექტორი და საბა ტუზურიძე, TUZ Motors-ის თანამფლობელი, მმართველი პარტნიორი და სტრატეგიული პარტნიორის მიმართულება.